გამჯობო მე მქვია ერეკლე დღეს ჩვენ ისე ვითამაშებთ ახალ გამოსულ თამაშს სახელად თამაშის პაკეტზე 3 დეში ხო და შეხედეთ რა ენაზე მაქვს ქართულად მეგობრებო ხო ტინაზე მე რუსულად ქონდა იმიტომ რომ მე არ ვიცოდი ჯერ რომ ქართულად შეგდო თურმე შეიძლება მეგობრებო თქვენ ბურს შეხედეთ კიდევ გამეხსნა რაცა გირების აწევ და გიტარაზე დაკვრა მაგ რეჟიმებს ჩვენ აუცილებლად გამოწი შედა მაქვს უკვე 304,000-ზე მეტი გამომწერი და 2,000-ზე მეტი ლაიქოინი $277 და შეხედეთ როგორი ოთახი გავიკეთე ხალი ჩაიგეთი მაგი და კომპიუტერი დავიდგე სკამი თარო ის ყარა და ეგეთი აი ნატურა მაგარია ხო მეგობრებო რა თქმა უნდა მაგარია და შეხედეთ ყველაფერი აქ ქართულად და ენებში შეხედეთ უბრალოდ რამდენი ენაა და აქ აღმოვაჩინე ქართული წარმოიდგინეთ კარგი მოდი უკვე თამაში დავიწყოთ მოდი როგორც კლასიკურად პირველი დავიწყოთ სპაგეტი ოპა და შეხედეთ როგორც თქვენ მივხვდით პერსონაჟი შევიცვალე უკვე მიკაძენი მყავს ახლა ეგეთი იუთუბერია რომელიც მაგ თამაშის შექმნაში მონაწილეობდა ხო და აი რაცაც ხედავ მაგ თამაში დახატვა სულ მისი დახატულია წარმოიდგინე მოდი გავდახსალები ოპ და თქვენი ჯილდო 3,000-ზე მეტი $1 და 11 ლაიქოინი. შეხედეთ ვიღაცამ მეტყობა გამოწერა ნაღდის საჩუქარი მოგწონს. მოდი მივიღოთ ესა და გვეხლა გვაქვს ფული. მაგარია. მოდი ახლა კიდევ ვცადოთ სპაგეტი და შემდეგ ცეკვებზე გადავედი და ეგრე ანუ აი რეჟიმებს მივყვეთ. რა კარგად გამომდის მაგ სპაგეტების გატეხვა. ოპ. 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 ეხათ. ვიმენა. $2,000-ზე მეტი $. მოდი ახლა ცეკვაზე გადავიდეთ. ცეკვე მიკაძე. ცეკვა. ოპ. ოი, დავარდი. მოდი კიდევ ერთხელ დავიწყოთ. ოპ. ვიღაცა საჩუქარი აქვს ჩვენთვის. ой, ეს ბაგია რაღაცა. მაგ თამაშის შექმნა თუ ეხლა თქვენ მაგ ვიდეოს უყურებთ, ეს ბაგი უნდა შეასწოროთ. ეს არ შეიძლება. და მოდი ახლა გადავიდო ახალ რეჟიმზე. რომელიც ახლახან გამიხსნა. ანუ გირების აწევაზე. ეს რეჟიმი ეგრე მუშაობს. კლიკერია ესა პრაქტიკულად. შეხედეთ. ეგრე უნდა აკლიკო და აქ დაიჭირო. სადღაც თუ წვანეზეა და უფრო და ჭერ მაგ ნიშანს. ანუ უფრო მეტი ლაიქი მოეჯობია მაგ წვანეზე მოაწერო. რასაც მე ახლა ვაკეთებ.
რამდენი ბევრია. მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ. ამ ზოგადად რობოტები შემდეგ აპდეიტში ზოგადად უნდა დაამატონ პერსონაჟების სკინების გაკეთება. შენ პერსონაჟს შეგიძლია ჩააყო განსაცდელი, მაგრამ ეს იქნება შემდეგ განახლებაში. და მეგობრებო, ერთი რაღაცა ცუდი ამბავი უნდა მოგახსენოთ. ანუ აი Roblox-ში თამაში სტილებ რეინოდში წაშალეს ტუნგ სახური. აი რა არის ესა? იცი მეგობრებო, ეს რის გამო მოხდა? იმიტომ რომ ვინც მოიგონა ეს ტუნგ სახური. ანუ არ მოიწონა რომ რაღაცა თამაშია Roblox-ში და მაგიტომაც უთხრა სტილებ რეინოდი თამაშის შექმნელს რომ ანუ სემის შექმნელია ეს სტილებ რეინოდი ვინც არ იცოდა რომ ზოგადად წაეშალა ეს ბრენდო გაწაშალა. იცი მაგიტმა ბევრი ბრენდოდი გამოიგონა და შეიძლება სხვაებიც კი სხვა ბრენდოდებში წაშალა. ხო, ცუდია. ვიცი რა უნდა გითხრათ? მაგ პერსონაჟებში რომ შევდივარ, შეხედე აქ ვინ ყავს? ტუნგ სახური რა. აი იცი რა და იცი აქ რა არის ცუდი? რომ ახლა ვამბობ. ცუდი ისაა რომ შეიძლება როცა გაიგებენ რომ ტუნგ სახური ანუ აი მაგ თამაშიც არის შეიძლება აქედანაც კი წააშლებინონ და მოკლედ არ ვიცი რა. კარგი, მოდი მაგ თემას დიდი ხანი არ ვისაუბროთ, გადავიდეთ გიტარაზე. ეხლა მე გაჩვენებთ როგორ უნდა დაუკრათ მაგ გიტარას. შეხედეთ ფული. შეხედე აი აქ შეხედეთ ან ჩამოდის ნოტები და როდესაც რაღაცა ფერის ნოტი არის რაღაცა იგივე ფერის აიგეთ კვადრატთან როცა ნოტი უკვე იმ თავისი ფერის კვადრატია მაშინ უნდა დააჭირო. აი მე ახლა ვაკეთებ შეგიძლიათ დაინახოთ. ეს ისე არც ისეთი ადვილია როგორც გონიათ თქვენ ალბათ. გავაკეთებ მოგობრებო ჯერჯერობით სირთულეები არ გვაქვს. 16 ლაივი პრეზენტაცია. გაქვთ თემისები. თუ არა ჩამოტვირთვის დროა. თუ დააწყაპუნებთ ამ ვიდეოზე და ჩამოტვირთავთ აპლიკაციას. კარგი, ამეგობრებო, მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ და ბოდიში მე რეკლამისთვის. Op. ეგეთი მუსიკა. ფული. ჯერჯერობით მეგობრებო, ჯერ ყველაფერი გამოგვდის, ყველაფერი ჯერ კარგათაა და დამთავრდა ვიდეოს ჩაწერა. კარგი მეგობრებო, ეს იყო ეხლა ანუ აი ყველა რეჟიმი, რომელიც ჯერ მაგ თამაშში არსებობს, მაგრამ მე როგორც ვიცი, მაგ თამაშში ანუ აი დაამატებენ სხვა რეჟიმებს. როდესაც განახლება გამოვა თამაში, მე აუცილებლად გადავიღებ მაგაზე ვიდეოს. ხო. და მოდი კიდევ რაღაცა ვქნათ. აქ არის აიგეთი მეფი. საათ შეიძლება რომ გარეთ გახვიდე და იქნა რაღაცა, მაგრამ ესე შემდეგ ვერსიაში უნდა დაიმონდები. საათ ახლა გითი ის ფერი რაღაცა დაიმონდები რომ არის. ისიც ჯერ ანუ აი არ არის მაგ ვერსიაში, შემდეგ იქნება. ხო და შემდეგ ვერსიაში კიდევ შეიძლება დაამატონ ახალი პერსონაჟები. და იცი ხოლიბა მირას ამბობდა, ვინც საერთოდ მოიფიქრა მაგ თამაშის იდეის შექმნა, რომ იცი რა არის, აქ რომ არის, ანუ აი ტუნგ სახური. იცი რა თქვა, რომ შეიძლება რაღაცა ანუ პაპკა დავამატოთ მაგ თამაშს, ბრეინ როტების პერსონაჟები იქნებიანო და
იქ შეიძლება რომ ბრეინოტის პერსონაჟები იყიდო და ყავდეს ისინი. მაგარია მეგობრებო, არა? კიდევ ხოლიბამ არა თქვა რომ აპდეიტები სადღაც კვირაში ერთხელ გამოვა, ხშირად ესე. ხო. და მაღაზიაში ვიყიდოთ რაღაცა მაგალითად ანუ აი კიდევ მე მინდა რომ ჩემი სკამი გაონჯობესო, აი ეგეთი სკამი მინდა და თუკა და კიდევ რა შეიძლება ეგე ფანარი ვიყიდოს ცოტა სხვანაირი მაგალითად აი ეგეთი რატომ და ახალი ანუ აი რაიმე ხალიჩა ხო ეგეთი ავიღოთ ან ეგეთი მოწონდა მაგიტომ ავიღებ ესეთ და მოდი კიდევ ვითამაშოთ ახლა სპაგეტების გატეხვალ რომ ფული გავაკეთოთ იმიტომ რომ აქ ყველაფერში ბევრი დავხარჯე უკვე ძალიან ასრობს და უკვე ეს ის არის ნელა როგორ ვაკეთებ მეგობრებო ეგრე სწრაფად მაგას აი არ ვიცი მაგრამ კარგია რომ გამონდეს მე გავაკეთე კიდეც უკვე და მეგობრებო მე უკვე ვეცდები რომ შემდეგი ვიდეოსთვის აი მაგ თამაშის შესახებ ანუ აი ვიყიდო ახალი პერსონაჟი უკვე გაქვთ თემისები თუ არა ჩამოტვირთვის დროა თუ დააწყაპუნებთ ამ ვიდეოზე და ჩამოტვირთავთ ხო ანუ აი ვიყიდო რაღაცა ახალი პერსონაჟი და ბოდიში მეგობრებო რეკლამისთვის მოდი კიდევ გავტეხოთ სპაგეტები გამოგდის მეგობრებო თუმცა რამეჯერ მოგდაუკვე მოდი ანუ აი გავაგრძელოთ და მოდი ანუ აი ბარემ გიტარაზე დავუკრათ იმიტომ რომ ეს საინტერესო რეჟიმია საინტერესო ანუ აი როგორ თქვა მექანიკა აქვს ანუ გირებისაც წევა მგონი ყველაზე ადვილი რეჟიმია საერთოდ მაგ თამაში უბრალოდ და დაკლიკო და მეტი არაფერი და მაგიტომ ეს არ არის მგონი დიდად საინტერესო და მაგიტომ მოდი ანუ აი გიტარაზე დავუკრა და აქ უფრო ანუ აი საინტერესო რეჟიმია ეს გიტარა ეგრე შემიძლია თქვა რა თქმა უნდა მაგ გიტარი ბერფულს ვერ გააკეთებ რატომაც არ გაძლევს გიტარა ბერფულს მაგრამ კარგი ნუ ეს კარგი რეჟიმია ო კიდევ ფულს გაძლევს რაღაცა ნუ და კარგი მეგობრებო მე ახლა ვიდეოს დავთვალებ გიტარით ხელში არ დავავიწყე ლაიკები დასმა და ჩემი ახის ხელმოწერა ყველას ნახვამდის